მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს გავაკეთო საჯარო გაშლა თემაზე თუ რას გრძნობს თქვენს მიმართ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ასეთი მივიწყებული საკითხი, რომელზედაც დიდი ხანია არ გამიკეთებია საჯარო გაშლა. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და მოდით ახლა დავარიგებ ვარიანტებს. ჩაიფიქრეთ კონკრეტული ადამიანი და მოდით ვნახოთ რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ. რას გრძნობს პირველი ვარიანტი თქვენს მიმართ, რას გრძნობს მეორე ვარიანტი თქვენს მიმართ და რას გრძნობს მესამე ვარიანტი თქვენს მიმართ. მოდით ისე გავაკეთებ, რომ სამივე ვარიანტი ჩანდეს. ასე მეგობრებო, პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ტიბეტური იყოს და მესამე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ, რომელიც მეტად გიზითავთ, გეძახით, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს. მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი რას გრძნობს თქვენს მიმართ ჩაფიქრებული პიროვნება? თასების ორიანი. აქ ვხედავ გარკვეულ ნოსტალგიას, სადღაც იმედგაცრუებასაც თქვენს ურთიერთობაში. იცით, ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მენტალურ და სულიერ დონეზე თქვენ შორის კავშირი დღემდე არის და ეს კავშირი არის საკმაოდ ძლიერი, საკმაოდ მძლავრი. თქვენ შორის თუ არ არის ამ ეტაპზე კონტაქტი ნამდვილად ენატრებით ადამიანს, ენატრება თქვენთან გატარებული დრო, თქვენთან საუბარი, თქვენი რაღაც დიალოგები, ზოგადად მონატრება ფიგურირებს აქ ძირითადად. და წეღან ვახსენე იმედგაცრუება. იმედგაცრუებას იცით რაში ვხედავ? ამ არკანისგან იგრძნობა. იმედგაცრუება იმ კუთხით, რომ თითქოს დაენგრა იმედები იმისა, თუ როგორ განვითარდებოდა თქვენი ურთიერთობა. ადამიანს აშკარად მიაჩნდა, რომ თქვენ შორის მუდმივად ჰარმონიული ურთიერთობა იქნებოდა, მუდმივად ისეთი ურთიერთობა იქნებოდა, სადაც ორივენი ერთმანეთს შვენივრად გაუგებდით ყოველთვის, მაგრამ ამ კუთხით რაღაც იმედგაცრუება იგრძნობა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას გრძნობს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ მიმართ. ხომ გითხარით რაღაც იმედგაცრუება მეთქი და ერთი არკანი თავად ამოყვა. ხმლების ხუთიანი, არკანი ვარსკვლავი და კვერთხების ტუზი. როგორც უკვე ზემოთ ვახსენე იმედგაცრუებაზე დაგვიდასტურეს უბრალოდ არკანებმა, რასაც გვია და ასევე აქ აშკარად ვხედავ იმას, რომ ადამიანს აქვს იმის იმედი, რომ თქვენს შორის აღდგება ურთიერთობა, თუ კონტაქტი არ არის, რა თქმა უნდა, ხოლო თუ თქვენ შორის კონტაქტი და კომუნიკაცია არის, ადამიანს აშკარად უნდა, რომ ურთიერთობა გახდეს უფრო სიღრმისეული. ურთიერთობის გაღრმავების იმედი აქვს ადამიანს ამ შემთხვევაში. ხვდებით ხომ? და შეხედეთ, ადამიანი თქვენგან ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, იცოდეთ, რომ ადამიანი თქვენგან ელოდება ინიციატივას და თქვენგან ელოდება ნაბიჯის გადმოდგმას. და იცით, იმისათვის, რომ თავად გადმოდგას თქვენს მიმართ ნაბიჯი, სჭირდება ძალიან ბევრი დრო და ძალიან ბევრი სიმამაცე. ამ ყველაფერთან ერთად აქ ასევე იგრძნობა გარკვეული თითქოს კონკურენცია, გარკვეული დაპირისპირება ემოციურ დონეზე, შესაძლოა გაუაზრებელიც კი იყოს ეს. თითქოს ადამიანი თქვენში ხედავს კონკურენტს და ცდილობს დაამტკიცოს ის, თუ ვინ უფრო უკეთესია, ვინ უფრო მეტს აკეთებს და ასე შემდეგ. ვინ უფრო მაგარია ბჭყალებში.
სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. თქვენს მიმართ რას გრძნობს ადამიანი? კვერთხების სამიანი. აქ კი მეგობრებო ვიტყოდი ცოტა სხვანაირ რაღაცას, იმიტომ რომ სხვა სცენარი დომინირებს აქ. რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს შორის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიფიქრეთ, მეგობარი, კოლეგა, ამხანაგი თუ ვინ და არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი ვინ არის თქვენი და ახლა არის თუ არა თქვენ შორის კონტაქტი. აშკარად ადამიანისთვის მნიშვნელოვანი არის ამ ურთიერთობაში სტაბილურობა. ის რომ თქვენ შორის იყოს მაქსიმალურად ბევრი სიმყარე. რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ შორის და ვინც არ უნდა იყოთ ერთმანეთის, ადამიანისთვის მთავარია თქვენ ფიგურირებდეთ მის რეალობაში ამა თუ იმ სახით. დავამატოთ არკანები და ნახოთ რას გრძნობს თქვენს მიმართ მეორე ვარიანტი. თავისით ამოვარდა ერთი არკანი, გაჩვენებთ ახლავე. არკანი სამართლიანობა, არკანი კვერთხების ორიანი. შეხედეთ, კვერთხები დომინირებს. აქ უკვე ადამიანს აქვს ისეთი, როგორ გითხრათ, ზოგადად ადამიანი სამყაროს და ადამიანებს ირგვლივმყოფებს უყურებს სამსჯავროს თვალებით, მაქსიმალურად აკვირდება, ვინ როგორ იქცევა, ვინ რამდენად სამართლიანია და იცით, ადამიანი მუდმივად ისეთ ენერგიებში არის, აი გაკიცხვის ენერგიებში. შეიძლება ამას არ გამოხატავდეს, რა თქმა უნდა, ღიად, მაგრამ იცოდეთ, რომ ადამიანი მუდმივად კიცხავს აბსოლუტურად ყველასა და ყველაფერს და რა თქმა უნდა, თქვენც ესეთი გამკიცხველის თვალებით გიყურებთ. გარდა ამისა, აქ აშკარად ჩანს ასეთი მომენტი, რომ იცით, შესაძლოა ახლა ბევრისთვის არ იყოს ნამდვილად სასიამოვნო, რასაც გავაჟღერებ, მაგრამ ძალიან ბევრი თქვენი თვისებები აქ ირეკლება. თითქოს ორივე თქვენგანი ირეკლავთ ერთმანეთის თვისებებს და ურთიერთობა არის ბალანსში, ნეგატიური თვალსაზრისით. იცით, რა კუთხით? იმ კუთხით, რომ ხან ერთი დომინირებს ამ ურთიერთობაში, ხან მეორე. ხან ერთი გიждდება მეორეზე, ხან მეორე გიждდება პირველზე. მაქსიმალურად ისე უხეშად რომ ვთქვათ. გრძნობებს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ აქ უკვე მონატრებას და რაღაც მძლავრ ემოციებს ვერ ვხედავ, უფრო ვხედავ ბრაზს, ნეგატივს. შესაძლოა აქ იყოს გაურებული დამოკიდებულებაც ბევრი თქვენგანის შემთხვევაში. აქ მთავარი ემოციები, რაც არის, ეს არის ბრაზი, მაგრამ ამავდროულად სტაბილური ურთიერთობის სურვილი. ასეთი გაურებული დამოკიდებულება. სულ ეს არის მეორე ვარიანტი. უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი თქვენს მიმართ რას გრძნობს? არკანი ხმლების სამიანი. რაღაც თქვენმა კონკრეტულმა სიტყვებმა ან ქმედებებმა ადგინა გული ადამიანს პირველ რიგში. ბევრად უფრო დიდი ალბათობით ეს იყო რაღაც კონკრეტული სიტყვები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა რას გრძნობს მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათ მიმართ. ნახოთ აბა რას გრძნობს. ემოციური კრიზისი, მეგობრებო. პენტაკლების ხუთიანი, პენტაკლების რაინდი უკაცრავად, არკანი იმპერატორი ქალი და არკანი პენტაკლების ცხრიანი. ემოციური კრიზისი ფიგურირებს ზოგადად ამ ადამიანში და რაც შეეხება ემოციებს თქვენთან მიმართებაში, მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან თავს ძალიან კარგად შეიძლება გრძნობდეს, ძალიან დაცულად, ძალიან მყუდროდ, ძალიან ჰარმონიულად, იმიტომ რომ ჰარმონია აქ ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ემოცია არის, დომინანტ ემოციად ამოვიდა ჩვენთან მესამე ვარიანტი. და აი სტაბილურობა,
ჰარმონია, ძალა ურთიერთობისა, ზოგადად ის რომ ურთიერთობას აქვს გააჩნია სიმყარე, ეს აშკარად იგრძნობა, ყოველ შემთხვევაში მისი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ადამიანი ასე ხედავს ურთიერთობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, კონკრეტულად ცხოვრების ამ ეტაპზე ნაწყენი არის რაღაც თქვენს სიტყვებზე თუ ქმედებებზე. დიდი ალბათობით კონკრეტულ სიტყვებზეა ნაწყენი. უმეტესობასთან სიტყვაზე წყენა რეზონირდება. მაგრამ ძირითადად გრძნობებსა და ემოციებს რაც შეეხება მეტად მატერიალური ასპექტები დომინირებს. სქესობრივი კავშირის სურვილი, ვნება ჩანს აქ ძალიან მძლავრად, ძალიან ნაყოფიერად, მაგრამ ემოციურ დონეზე აქ რაღაც კავშირს ამ არკანებიდან გამომდინარე ვერ ვხედავ, მაგრამ მოდით დავამატოთ, დავნახოთ, იქნებ რაიმე სახის ემოციური კავშირიც იყოს, ემოციურად რას გრძნობს ადამიანი თქვენს მიმართ. თუ შეუძლებელია ადამიანს სქესობრივი კავშირის სურვილი და ვნება ჰქონდეს თქვენს მიმართ, ესე იგი აქ ფიგურირებს სხვა რაღაც მატერიალური ასპექტები, მაგალითად შური, რაღაც ფინანსური ასპექტები. ემოციური ასპექტები რა თქმა უნდა არის, მაგრამ ძალიან ზედაპირული და ზედმეტად ცვალებადი. მაგალითად, თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ადამიანი, რომელიც მოგწონთ, აქ მე ხედავ სიუჟეტს, სადაც ადამიანს თქვენთან მიმართებაში სიმპათიები გააჩნია, კი ბატონო, მაგრამ ეს სიმპათიები არის ძალიან ზედაპირული და ძალიან მარტივად ცვალებადი. ყველაზე მეტად აქ დომინირებს ვნება. ხოლო თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ისეთი პიროვნება, რომელსაც ვერ ექნება უბრალოდ თქვენს მიმართ სქესობრივი კავშირის სურვილი და ვნება და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში რაღაც სხვა მატერიალური ასპექტები დომინირებს, როგორიც არის სტატუსი, რეპუტაცია, ფული, პირდაპირი გაგებით ან დასრულობის შეგრძნება, სტაბილურობის შეგრძნება და სიმყარის შეგრძნება. ხო? და ემოციური თვალსაზრისით ზედმეტად მარტივად ცვალებადი არის მისი განწყობა, მაგრამ ყველაზე მყარი რაც არის მის ემოციურ ფონში ახლა, ეს არის წყენა. ეს არის წყენა კონკრეტულ სიტყვებზე. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები და ენერგოინფორმაციული მეთქი, ენერგო ბალანსის მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო. გემშვიდობებით და წარმატებები.